მოგესალმებით, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა და გისმენთ რა არის პრობლემა. მოგესალმებით პირველ რიგში, მე გახლავართ ადვოკატი სალომე აბისლამიძე. მე აქ წარმოვადგენ ერთ-ერთი ადამიანის ინტერესებს და მინდა რომ ფართოდ ცნობილი გახდეს აი ამ უკანონობის შესახებ, რომელიც აზარტული თამაშებთან დაკავშირებით მოხდა დეკემბრის თვეში. მოგახსენებათ, აზარტული თამაშები ძალიან პოპულარული არის დღეს საქართველოში და მას უამრავი ადამიანი მიმართავს. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, მიმართვიანობის რაოდენობა აზარტულ თამაშებთან მიმართებაში, სამწუხაროა ისიც, რომ ძალიან დიდი მფარველობითი ორგანოები ყავს აზარტულ თამაშებს და ამის მომხრე ჩვენ არ ვართ და რა თქმა უნდა წინააღმდეგები ვართ პირველ რიგში და სახელმწიფო ორგანოები არიან პირველი ის უწყებები, რომლებიც ლობირებენ და მფარველობენ აზარტულ თამაშებს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც რეკლამების, სხვადასხვა SMS სხვადასხვა საშუალებებით იღებენ ინფორმაციას აზარტული თამაშების შესახებ და ცდილობენ თავიანთი ფული, ესე რომ ვთქვათ, შეიტანონ აზარტულ თამაშებში და მოიგონ ის პრიზი, რომელიც ვთქვათ, იმ აზარტული თამაშებში თამაშდება. ერთ-ერთი მსგავსი ორგანიზაცია არის ევროპაბეთი, რომელიც დეკემბრის თვეში სპინ-ოფის საშუალებით ათამაშებდა ახალი მოდელის ტესლას ავტომობილს. რა თქმა უნდა, თავისი პირობები ჰქონდა აი ამ ავტომობილის გათამაშებას. ჩვენმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა, განათავსა თანხა, ითამაშა ესე რომ ვთქვათ, აზარტული თამაშების ელექტრონულ ვებგვერდზე და მას ერთ მშვენიერ დღეს ამოვიდა ინფორმაცია, რომ მოიგო, მიულოცეს ევროპაბეთიდან, რომ მოიგო ტესლას ახალი მოდელის ავტომობილი. რა თქმა უნდა, გახარებულმა მიმართა ევროპაბეთს და იმისთვის, რომ გაეგოთ როდის მოხდებოდა აი ამ ავტომობილის მისთვის გადაცემა, თუმცა სამწუხაროდ პირველივე დღეს უთხრეს, რომ გაარკვევდნენ სიტუაციას, რომ ნამდვილად გათამაშდა თუ არა ავტომობილი დროზე ადრე, იმიტომ რომ 24 რიცხვში სრულდებოდა გათამაშება და რასთან ჰქონდათ კავშირი. მეორე დღიდან მომდინარე უკვე ევროპაბეთის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ტექნიკურ ხარვეს ჰქონდა ადგილი და ადამიანმა, რომელმაც მოიგო ახალი მოდელის მარკის, ესე რომ ვთქვათ, ავტომობილი, რომელმაც მიიღო მილოცვის, ესე რომ ვთქვათ, ბარათი და შეტყობინება, აღმოჩნდა, რომ რეალურად არაფერიც კი არ მოუგია. რასთან გვაქვს საკითხი, ანუ პირველ რიგში ეს არის საკითხი იმაზე, რომ გვაქვს ესე რომ ვთქვათ, აზარტული თამაშების მაწარმოებელი უწყება, რომელსაც ყავს უდიდესი მფარველობითი ორგანოები, მფარველობს სახელმწიფო პირველ რიგში და სახელმწიფო უწყებები. ისინი იზიდავენ რეკლამებით ადამიანებს და ეს არის ესე რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი სისტემა და ესე რომ ვთქვათ, ადამიანებს ძალიან ცუდი რაღაცისკენ უბიძგებს, თუმცა ხედავთ რას, რომ ადამიანები, რომლებიც მიუხედავად აი ამ საკითხისა, მაინც თამაშობენ აზარტულ თამაშებში, იღებენ მონაწილეობას და იმის მოლოდინისა, რომ ისინი სამაგიეროდ მიიღებენ პრიზს და ამ გათამაშებაში დებენ მათივე ფინანსებით მოპოვებულ თანხებს, გამოდის, რომ რეალურად მას ატყუებენ. და აი ამ ტყუილის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, როგორ გახდა ჩემი მარწმუნებელი, ასევე შეიძლება გახდეს არაერთი ადამიანი მომავალში. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვიკავშირდა ჩვენი მარწმუნებელი, მივიღეთ ზომები, მივმართეთ არაერთ უწყებაში, ნაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველს, თვითონ რა თქმა უნდა, ევროპაბეთის წარმომადგენლებს. ევროპაბეთის პირველ რიგში ევროპაბეთის წარმომადგენლებისგან ისევ მივიღეთ განმარტება, რომ ტექნიკურ ხარვეს ჰქონდა ადგილი და მათივე განმარტებები ერთმანეთის საპირისპირო იყო, ურთიერთსაპირისპირო მიმოწერები იყო, როგორც ჩემს მარწმუნებელს ასევე ჩემთან, რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, არანაირი რეაგირება სახელმწიფო უწყებებისგან დღემდე არ გვაქვს და რა თქმა უნდა, მოლოდინი ამისა ცოტა უკვე გაგვიქარწყლდა, იმიტომ რომ უკვე აღონიშნე ის საკითხი, რომ სახელმწიფო უწყებების მფარველობა აზარტული თამაშების მიმართ საკმაოდ მაღალი არის და ამას ალბათ თავისი საფუძვლები აქვს, რაზეც მე დღეს არ ვისაუბრებ, თუმცა მინდა აღვნიშნო და მოქალაქეებს და არაერთ ადამიანს მოუწოდო იმისკენ,
მოგიყვებიან, რომ თუ თქვენ რაღაც გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებთ, იცოდეთ, რომ შეიძლება მოტყუებული დარჩეთ. ანუ ამ ადამიანმა რეალურად მოიგო ავტომატურად, რომელსაც არ ეძლევა ეს. აი მე მაქვს კიდევ არც სკრინი, შემიძლია გაჩვენოთ ელექტრონული სკრინი მაქვს, სადაც უწერია რომ გილოცავ შენ მოიგე ტესლას მოდელი რა თქმა უნდა ევროპაბეთის გათამაშებაში. თუმცა აი ამ სკრინის შემდგომ უკვე ესე რომ ვთქვათ, მოპოვებისთვის და აი ამ ავტომობილის ჩემი მარწმუნებისთვის გადაცემისთვის, როდესაც ამ ეტაპზე მიდგა უკვე საკითხი, ისინი აცხადებდნენ, რომ აი ეს SMS-ი იყო ტექნიკური ხარვეზი. თუმცა ამ ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით არანაირი მოკვლევა, არანაირი მტკიცებულება მხარის მიმართ არ წარმოდგენილა. ანუ რეალურად ისინი უბრალოდ აცხადებენ იმას, რომ ამას ტექნიკური ხარვეზი არ ჰქონდა. დიახ, გეტყვით, პირველ რიგში ჩვენი რამდენიმე ეტაპი გავიარეთ, პირველი მივწერეთ ასევე ევროპაბეთს, რადგან ეს არის ლიცენზიებისა და ნებართვების ქვეშ მაფუნქციონირებელი სუბიექტი, შესაბამისად მივწერეთ, რომ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონი ირღვეოდა აზარტული თამაშების შესახებ კანონი, იმიტომ რომ გათამაშება თუ განხორციელდება და მოგება თუ დასრულდება აუცილებლად გათამაშების ობიექტი უნდა გაიცეს მოგებულ პირზე, არ ღვევდნენ ამ კანონებს, შესაბამისად მივმართეთ მათ და ვთხოვეთ, რომ შეესრულებინათ კანონდადგენელი განაწესები, რაზეც უარი გვითხრეს და გვითხრეს, რომ ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი. ასევე ვუთხართ, რომ შეიძლება საკითხი შეიცავდეს სისხლისამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, რადგან ეს არის მომხმარებელთა ძალიან დიდი მასის მოტყუება და მათი თანხების უკანონოდ მითვისება იმ მიზნით, რომ არ გაიცეს რეალურად მოგებული თანხა, შესაბამისად შესაბამის უწყებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლისამართლებრივი დანაშაულის ნიშნების მოკვლევისა და გამოძიების დაწყების მიზნით მივმართეთ სახალხო დამცველს, თუმცა დღეისობით რეაგირება არ გვაქვს. თუ რეაგირება არ იქნება ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საბოლოო ეტაპი იქნება სასამართლო, რომელსაც მივმართავთ. თუმცა მანამდე ყველანაირ ესე ვთქვათ, ზომას მივმართავთ იმისთვის, რომ ჩემი მომხმარებლის, ჩემი მარწმუნებლის ინტერესები დაცული იქნეს. მოგესალმებით ვალერი ხითაროვი. ვიცავთ ჩვენ ამ ადამიანს და ჩემ კოლეგამ გამომწურულოთ ისაუბრა ყველა დეტალზე, უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება რაც არის, საზოგადოება უნდა იცოდეს თვითონ ევროპაბეთის მიმართ, რომ ადამიანი როცა თამაშობს და რაღაც მოლოდინებს უქმნი, ამ მოლოდინების ადეკვატურად შენივე პროგრამაში თუ ხარვეზი ფიქსირდება, ესე მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი იყო ამ არგუმენტით შენივე მომხმარებლის, შენივე კლიენტის ესე ვთქვათ, ბრჭყალებში მოშორება დაუშვებელია. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რადგან ევროპაბეთი არის ლიცენზიის ქვეშ, შესაბამის სახელმწიფო უწყებებმა, როცა ესეთი ფაქტი ხდება და ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით, მკაცრი კონტროლი უნდა გაიაროს, რამდენად სწორედ გასცა ეს ლიცენზია და რამდენად სრულდება ეს ლიცენზიის პირობები. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ აქ გვაქვს უკვე ფაქტი და კოლეგამ აღნიშნა, რომ ეს სკრინები მათივე სისტემაში არის დაფიქსირებული, მათივე სისტემაში მოხდა ეს კონკრეტული პრობლემა, თუ პრობლემას დავარქოთ მათი სიტყვებიდან გამომდინარე, მაგრამ რეაგირების თვალსაზრისით შედეგი არის 0. ჩვენ სწორედ ახლა აქ იმიტომ გვინდა რომ საზოგადოებამ ეს ფაქტი იცოდეს, ჯერ ერთი იცოდეს კომპანიის შესახებ, ევროპაბეთის შესახებ, მისი რეპუტაციის შესახებ, რომ რაღაც კონკრეტულ პროექტზე თუ აცხადებს გათამაშებას და მისივე სისტემაში ხდება გათამაშების გამარჯვებული, უნდა იყოს ადეკვატური მისი ნაბიჯები. ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ვიგებთ, რომ არა ტექნიკური ხარვეზია და არ გაძლევთ შესაბამის პრესს და მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის კერძო კომპანია და შესაძლოა მას თავისი კერძო ინტერესები აქვს, მაგრამ აქ არის სახელმწიფო ორგანოების მხოლოდ ერთი ორგანო არა. აქ არის რამოდენიმე ორგანო, როგორც კოლეგამ აღნიშნა, ეს არის სისხლისამართლებრივი, ეს ლიცენზიები და ასევე მომხმარებელთა უფლებათა დაცვის სააგენტოს გვაქვს 3 ორგანო არის, რომელიც სამივე ორგანოს კომპეტენცია არის ამ ფაქტის შესწავლა. ჩვენ კიდე დაველოდებით ახლა ამ გახმოვანების საზოგადოების ფართო მასებთან მივა ეს ხმა, რა რეაგირებები იქნება ამ კონკრეტული უწყებების მხრიდან და მე შესაბამისი ზომებს, უფრო მკაცრ ზომებს, რაც გვაქვს ჩვენ დაგეგმილი, ამას უნდა აუცილებლად განახორციელებთ. დიდი მადლობა.